მოგესალმებით მეგობრებო, YouTube არხის სამართლის ექსპერტი გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში. დღეს განსაკუთრებული და გამორჩეული ეპიზოდი გველოდება წინ. ჩვენი გადაცემის პერიოდში პირველად ყავს სტუმრად პროკურორი ქალბატონი ნინო აღლემაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ დაგვესტუმრეთ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივა. გამარჯობა, მოგესალმებით და პირიქით თქვენ მადლობა მოწვევისთვის. ეს მოგესალმებით, მიხარია რომ შეიკრა ერთგვარი წრე, სასამართლოს წარმომადგენელი მოსამართლეც ყავდა ადვოკატები და ეხლა უკვე პროკურორიც არის სტუმრად ჩვენს გადაცემაში. ამ მიმართულებით დავსვამ პირველ შეკითხვას, რა არის პროკურორის როლი მართლმსაჯულების განხორციელების სისტემაში და რით განსხვავდება ის პროცესის სხვა მონაწილეებისაგან, მოსამართლისაგან და ადვოკატისაგან. პროკურორი ალბათ ბევრ ჩვენგანს აქვს ამაზე უკვე წარმოდგენა, არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა და აქტორი მთელი სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში. ვინაიდან ის ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს, როგორც გამოძიების მიმდინარეობის დროს, იმის გამო რომ არის ხელმძღვანელი პრინციპში ამ პროცესის, მას აქვს ექსკლუზიური უფლება დაიწყოს სისხლსამართლებრივი დევნა, მას შემდეგ რაც კონკრეტული პირის მიმართ შეგროვდება მტკიცებულებები, გამოძიება მიმდინარეობს ფაქტზე, მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ უკვე ხილებული პირი პასუხისგებაში სწორედ პროკურორის გადაწყვეტილებით მიეცემა. მას აქვს უფლებამოსილება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ აღვნიშნოთ, რომ გამოძიების დასრულების შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ან სისხლსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, თუ დევნა არის დაწყებული, ან გამოძიების შეწყვეტის თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ კი არ შეგროვდა მტკიცებულებები კონკრეტული პირის მიმართ. ძალიან ხშირად საზოგადოებაში არის ხოლმე წარმოდგენა ისეთი, რომ პროკურორი არის მკაცრი პერსონა, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის დროს აუცილებლად აქცენტირებულია კონკრეტული პირის ან პირების მხილებაზე. სინამდვილეში პროკურორი აქცენტირებული და ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ფრთხილად იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და თუ ვერ დადგინდა, არ გამოიკვეთა კონკრეტული პირის დანაშაული, მან პასუხისგებაში რასაკვირველია არ უნდა მისცეს არც ერთი პირი. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს პროკურორის როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად მოგვეხსენება და ვიცით, რომ პროკურორი არის ის პირი, ვინც იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას და პრინციპში პროცესში მას აქვს ხოლმე როგორც წესი, თუ პრაქტიკასაც გადავხედავთ, ძირითადი ფუნქცია მტკიცებულებები წარმოადგინოს სასამართლო პროცესზე. დაცვის მხარე რასაკვირველია ამას აკეთებს თავის მხრივ, მაგრამ პროკურორი, რადგან მტკიცების მტვირთველია, ის არის სწორედ მთავარი ფიგურა საიმისოთ, რომ ამბავი დაანახოს სასამართლოს, თუ მოსამართლე იხილავს ერთპიროვნულად საქმეს და რასაკვირველია ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვის დროს, მათ მოუყვეს, გადმოსცეს, ოღონდ რასაკვირველია მხოლოდ თავად სიტყვით, მაგალითად შესავალი სიტყვით ან დასკვნითი სიტყვით, არამედ მტკიცებულებებით მოუყვეს, რა მოხდა სინამდვილეში, იმისათვის, რომ მე გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა სწორი და ობიექტური მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო როლია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა პირუთვნელად და განუხრელად მხოლოდ კანონების მოთხოვნების დაცვით უნდა შეასრულოს. ქალბატონო ნინო, რა ტიპის სისხლისამართლის დანაშაულია დღეს საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული, თუ შეგიძლიათ რო გითხრათ? ისედაც სტატისტიკურ მონაცემებზე ეხლა ნამდვილად გამიჭირდება საუბარი კონკრეტული რიცხვებით, რომ გესაუბროთ, თუმცა ეს არაერთი არის დანაშაული, ბოლო დროს ვხედავთ ძალიან ხშირად. თუ გადავხედოთ მაგალითად პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას ინფორმაციას, ხშირია ნარკოტიკული დანაშაული. ამ მიმართულებით ჩვენ შეურიგებელი და მკაცრი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული, ჩვენი სისხლისამართლის პოლიტიკაც მსგავსია და ასეთია ამ მიმართულებით მიდის. თუმცა რასაკვირველია, ძალიან ბევრი სხვა, მაგალითად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ყაჩაღობა შედარებით უფრო გაიშვიათებულია, მით უმეტეს ბოლო წლებში, შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო 10 წლეულებში. ადევნების დანაშაულიც გახშირდა ბოლო პერიოდში საქართველოში. კი ბატონო, ამის პრაქტიკაც ნამდვილად არის. ძალმომრეობითი დანაშაულებიც გვაქვს, თუმცა
ვერ ვიტყოდით ალბათ რომ ეს არის წამყვანი სტატისტიკაში დანაშაულებზე როცა ვსაუბრობთ და ამ მიმართულებით როცა განვიხილავთ სტატისტიკას. საკანონმდებლო პრობლემა თუ გვაქვს რაიმე კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, თუნდაც არასრულწლოვნების მიმართ პასუხისმგებლობის ასაკთან დაკავშირებით, აი ეს პრაქტიკული საკითხი რომ მივაწოდოთ საზოგადოებას. იცით რა, იყო, ვიცით რომ სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლიდან დგება, იყო თუ გახსოვთ და ალბათ გემახსოვრებათ საქართველოში ძალიან მცირე მონაკვეთიანი პერიოდი, როცა 12 წლამდე დავიდა ზღვრული ასაკი, შემცირდა, თუმცა როგორც ჩანს, მე კარგად არ მახსოვს ის პერიოდი, მაგრამ როგორც ჩანს პრაქტიკაში ამან გარკვეული ტიპის პრობლემები წარმოშვა, ვერ იმუშავა კანონმა და შესაბამისად ასაკი ისე დარჩა, როგორც იყო მთელი ჩვენი პრინციპში სამართლის ისტორიის მანძილზე, ხო, როცა უკვე ჩვენ კანონი გვქონდა და როცა კანონის შესაბამისად ვასამართლებდით პირებს. ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი, მე ვიცი ძალიან ბევრი მოსაზრება არასწორთან მიმართებით როცა ვსაუბრობთ, ზოგიერთი აკრიტიკებს მიდგომას, კანონს, საიმისოდ რომ თქვათ შემსუბუქდა მნიშვნელოვნად მათი პასუხისმგებლობის საკითხი და ამან განაპირობა წახალისება თითქოს და არასრულწლოვნების, უფრო მეტი დანაშაულის ეპიზოდი გვაქვს მათი მხრიდან სახეზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი და არა მხოლოდ ჩემი, ბევრი იურისტის აზრით, მართლმსაჯულება არასრულწლოვანთა დანაშაულის შემთხვევაში დღეს საქართველოში ხორციელდება ალბათ ყველა ჰუმანური პრინციპის დაცვით და ისე როგორც უნდა იყოს სამართალში, ვინაიდან არასრულწლოვანი არის განსაკუთრებით საყურადღებო პირი, წარმოიდგინეთ მთელი მისი ფსიქიკა, ფიზიოლოგია ჩამოყალიბების ეტაპზეა, ჩამოყალიბების პროცესშია და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ დროს მათ სწორ განვითარებას ხელი შეუწყოთ არა დასჭით მკაცრად, არამედ სამართლიანი მიდგომით, რასაკვირველია იქ დაზარალებულის და სხვა პირთა ინტერესები გასათვალისწინებელია, მაგრამ ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუმცა იქ არის ასევე კი, არაერთი მათ შორის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მნიშვნელოვანია, აუცილებლად ხორციელდება და მიმართულია იქეთკენ, რომ შეიგნოს ხო და შეიმეცნოს საერთოდ რა არის, რა სამყაროში და რა სივრცეში უწევს მას ცხოვრება და რატომ არის მისი კონკრეტული დანაშაული და რა გავლენას ახდენს, რაც მთავარია, რატომ არის მისი დანაშაული ზეგავლენის მოხდენის სხვათა ცხოვრებაზე და რომ უნდა გაუფრთხილდეს სხვას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნაკლებად ძიმე კატეგორიის დანაშაულებს, მაგ შემთხვევაში განადდება უფრო ჰუმანური აქტია და რა თქმა უნდა გამართლებულია. სასამართლოს მიმართულება, ადვოკატურის მიმართულება, პროკურატურის მიმართულება, მაინც ჩვენ საზოგადოებაში აი ამ სისტემების მიმართ ნდობა არის ნაკლები, შედარებით ნაკლები. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას? ამ შემთხვევაში პროკურორების ნდობის ამაღლების მიზნით ჩვეულებრივ მოქალაქეებში საზოგადოებაში. კარგი შეკითხვაა და მე პირადად მიწევს საზოგადოებასთან ძალიან ხშირი შეხება და იმ დეპარტამენტს, რომელსაც მე ხელმძღვანელობ პრინციპში, ხალხის მართლმსაჯულებასთან პირდაპირი კავშირი აქვს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებს და მათი მოსაზრებები შეგვიძლია პირველწყაროდან მოვისმინოთ სამართლო პროცესზე. ამისი შესაძლებლობა ბევრი იურისტს შეიძლება არ ქონდეს. შეიძლება ჩვენ ვსაუბრობდეთ ნდობაზე, ზოგადი, ვთქვათ, ჩვენი შეხედულებებით, მაგრამ აი ჩვენ პირადად გვაქვს ამ ადამიანებთან ურთიერთობა და შეხება და აი ყოველთვის ჩვენი დაფიქრებით ძალიან მნიშვნელოვანია თითეულ საქმეში სამართალწარმოების პროცესში ჩართული ყველა პირი რამდენად კეთილსინდისიერია და ეს ახდენს ხოლმე მერე გავლენას საზოგადოებაზე, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი როდესაც მაგალითად ადამიანი მოქალაქე მოდის ჩართულია თავად პროცესში, იქნება ეს მოწმე, იქნება ეს თუნდაც ბრალდებული, ხო, რასაკვირველია, მან სამართლიანი პროცესი უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში და არა მკაცრი, ვთქვათ, ზედმეტად ხისტი და ასე შემდეგ. მან უნდა მიიღოს სამართლიანი პროცესი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითეული ჩვენი როლის შესრულების პროცესში და ასეთი როლი პროკურორს, როგორც უკვე ვთქვით, არაერთი აქვს პროცესის მიმდინარეობის დროს, ვიყოთ ძალიან მართალი
იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ეხება ჩვენი გადაწყვეტილება. ეს ერთი და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ღიაობა. აი ბოლო პერიოდში ჩვენი უწყება ძალიან ბევრს საამისოდ აკეთებს. ანუ ძალიან ბევრი განცხადება აკეთება. ხა თუ გადავხედავთ წინა წლებს, თქვათ, ბევრად უფრო გახსნილია დღეს პროკურატურა იმისთვის, რომ ისაუბროს საზოგადოებასთან, აუხსნას მას კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია კონკრეტულ საქმეზე და ამ გადაწყვეტილების არგუმენტები და დასაბუთება ძალიან ფართოდ და საჯაროდ გამოიტანოს. ნუ არის შემთხვევები, როცა გამოძიების მიმდინარეობის დროს კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ინფორმაციას საჯაროდ ვერ ვხდით, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ყოველთვის როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, ეს შესაძლებლობა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ თქვენს კითხვაზე პირდაპირ რომ პასუხი გაგცეთ, ეს არის საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობა, მეტი გახსნილობა, მეტი კომუნიკაცია და აი ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ, ამ გადაწყვეტილებების სისწორე მნიშვნელოვნად განაპირობებს ალბათ ნდობის ხარისხის გაუმჯობესებას ჩვენს და საერთოდ მთელს პროცესის მიმართ. ნამდვილად გეთანხმებით, სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამით უმეტეს ისეთ საქმეებზე, როდესაც პროკურატურას აქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ საზოგადოებას მსგავსი თემის საკითხებზე საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს. ქალბატონო ნინო, უნდა გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ეხება ნაფიც საჯულთა სასამართლოს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ინსტიტუტია მსოფლიოში, ჩვენთან დაარსდა 2010 წლიდან და თუ შეგვიძლიათ ნაფიც საჯულთა სასამართლოს შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, რამდენად ხშირია მსგავსი კატეგორიის საქმეები საქართველოში. ინსტიტუტი, როგორც იცით, 2010 წლიდან ამოქმედდა. საკანონმდებლო სივრცეში ჩანაწერი სწორედ ამ დროს გაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ უკვე პრაქტიკაში გამოყენება თვითონ ამ კანონმა, რასაკვირველია, მე ვიტყოდი, რომ ალბათ წარმატებით პოვა და რას გულისხმობ ამ ჩემს სიტყვაში აუცილებლად აკიხსნით. ამდენი წლის განმავლობაში პროცესები მიმდინარეობს და საწყისში ჩვენი დამოკიდებულება იურისტების მე ძალიან ბევრ მოსამართლესთან, პროკურორთან, ადვოკატთან მქონია საუბარი ამ საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთ საწყის წლებში, როდესაც ეს ინსტიტუტი შემოდიოდა და ინერგებოდა საქართველოში, ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ ინსტიტუტს და ფიქრობდა, რომ ხალხი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს სამართლის ცოდნა, ვერ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილების მიმღები და სწორად ვერ განსჭირდა. სიახლესთან დაკავშირებით ხშირია ხოლმე ესეთი. კი, ყოველთვის არის კრიტიკა და განსაკუთრებით რასაკვირველია, ხა ჩვენ ფართოდ გავუღეთ კარი საზოგადოების წარმომადგენლებს, თან მით უმეტეს, როდესაც საუბარია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, ხო, რომელსაც ისინი განიხილავენ. რასაკვირველია, აქ იყო გარკვეული ტიპის შიში და მეც მათ შორის გეტყვით, რომ იმ იურისტებს მივეკუთვნები, სადაც საწყის ეტაპზე მქონდა ჩემი წარმოდგენები და არც თუ ისე ოპტიმისტური ამ ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ აი წლების შემდეგ და წლების განმავლობაში რომ ვაკვირდებით ეს პროცესი და ამ ტიპის მართლმსაჯულება ჩვენთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. აი, წეღან რაც ვახსენეთ, ხო, აი საზოგადოების ჩართულობა, საზოგადოების შემოყვანა, პროცესის უფრო სახალხოდ ქცევა, რატომ არის მნიშვნელოვანი? ჯერ ერთი რომ თვითონ საზოგადოების წარმომადგენლები მნიშვნელოვანი ინფორმაციას იღებენ ჩვენგან პროცესის მიმდინარეობის დროს. აი, მაგალითისთვის ხომ ვიცით, რომ თანამშრომლობა გამოძიებასთან არის პრობლემური საკითხი. მოქალაქეები მოდიან სასამართლოში და ამბობენ, რომ შეიძლება მე შევესწრო დანაშაულს, ვნახოთ ჩემი თვალით, მაგრამ არ განაცხადო ამის შესახებ სასამართლოში ან პროკურატურაში ან შესაბამის უწყებაში. და როდესაც იქ ხედავენ, როგორი მნიშვნელოვანია თითოეული მოწმე, რომ არის გულწრფელი, იმიტომ რომ მათ ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. კი ბატონო. აი ამ დროს უფრო მათი განწყობა არის შესაბამისი და უკვე ხვდებიან, რომ თითოეულ სიტყვას სასამართლოში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ეს არის სწორედ მათი მართლშეგნების ამაღლება. ასე ხდება საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება, რასაკვირველია ეს არ არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად არის. გარდა ამისა, აი ჩვენს პროცესში ჩართული მხარეებიც უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენთ და სისხლის სამართლის საქმეებს აი სულ სხვა თვალით ვაკვირდებით. უფრო ფართო არის ჩვენი ხედვა, აბსოლუტურად ყველა დეტალს საქმეში ვწუდებით, ყველაფერზე ვფიქრობთ, რაზეც შეიძლება არ გვეფიქრა აქამდე, როცა ერთპიროვნად მოსამართლე განიხილავდა პროცესს, იმიტომ რომ ეს გაცილებით უფრო მარტივია, მოსამართლე გამოცდილი, მან უკვე იცის სისხლის სამართლის საქმის წარმოება. რასაკვირველია და შენ არ გიწევს ბევრი მტკიცება და დასაბუთება, მაგრამ როცა შენ ფიქრობ, რომ ეს მოქალაქისთვის უნდა იყოს გასაგები.
ანუ რიგითი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლისთვის, რომელსაც არ აქვს პროფესიული ცოდნა. მომზადება უფრო მეტად არის საჭირო. კი, მომზადება უფრო მეტად არის საჭირო ეს მიიტანო იქამდე. ხო, გასაგებიანით რო აუხსნათ. ზუსტად, გადმოცემის პროცესში ინფორმაციის ხარ ძალიან აი როგორ გითხრათ, დაკვირვებული, ხარ ძალიან ყურადღებით და დეტალებზე ორიენტირებული, რაც მთავარია და მე ეს ყველაფერი, რადგან წინასწარ ამ ყოველფრის გააზრება გიწევს, ხო, იცი რომ ეს საქმე უნდა მიიტანო მსაჯულთან, რადგან ამდენი გააზრება შენს გონებაში უკვე ერთობლივად იყრის თავს, მე უკვე შენი მხრიდან საქმის აღქმაც არის უფრო სრულყოფილი. და ამიტომ მე დღეს უკვე ვარ იმ მოქალაქეების, გნებავთ იურისტების რიგებში, რომლებიც ამბობენ, რომ ეს პროცესი დიახ, ნამდვილად შეესაბამება ჩვენს კულტურას, თუნდაც ჩვენს სოციუმს და თან ამავდროულად უნდა ვიყოთ გულწრფელები და უნდა ვიყოთ უფრო სწორად სრულყოფილი ინფორმაციის მიმწოდებლები და უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩვენთვის უცხო ელემენტი, რომელიც რომელიღაცა ქვეყნიდან შემოვიტანეთ. საქართველოში არსებობდა, რასაკვირველია, ამ ფორმაციით არა, მაგრამ მსგავსი ტიპის განხილვის პროცესი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ. მთიანი რეგიონებისთვის იყო განსაკუთრებით დამახასიათებელი და პირველი რესპუბლიკის დროს კანონი იყო შემოღებული ნაფიცი მსაჯულების შესახებ. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო სტოლერმანის საქმე. დიახ, ეს იყო ხო ლოტბარი ოპერის თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა არიაზე და ის ზუსტად მაშინ მისი მეუღლე მოკლა მან და ნაფიცი მსაჯულები იყვნენ გამხილველები ამ სასამართლო პროცესზე ამ საქმის. საზოგადოებას რომ აუხსნათ და უფრო რომ მივიდეთ იმ მომენტამდე რომ გაიაზრონ მათ ეს კონკრეტული დეტალები. უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა შემთხვევაში განიხილება საქმეები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. დიახ, 18 ესეთი დანაშაულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მითითებული. ყველაზე უფრო გახმაურებული არის მკვლელობა, როგორც მარტივი, ასევე დაამძიმებელი გარემოებებით. გარდა ამისა არის ჯანმრთელობის დაზიანება. ოღონდ ამ შემთხვევაში დათქმა აქვს კანონმდებლობას გაკეთებული, რომ სიცოცხლის მოსპობა შედეგის სახით უნდა იყოს სახეზე. გარდა ამისა არის სხვა ტიპის დანაშაულებიც, ძირითად შემთხვევაში ამ დანაშაულებს შედეგად მაინც აქვს სიცოცხლის ხელყოფა. ეს არის როგორც წესი, აი ლაიტმოტივი იმ ყველა დანაშაულისთვის, რომელიც გათვალისწინებულია და მოიაზრება მსაჯულების იურისდიქციაში. მე გეტყოდით, რომ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ძირითადად მაინც განხილულ საქმეების უმეტესი შეეხება სწორედ მკვლელობას. ქალბატონო ნინო, ვინ შეიძლება იყოს ნაფიცსაჯულები, რა უფლებამოსილებები აქვთ მათ, რომ განუმარტოთ საზოგადოებას, როგორ ხდება ნაფიცსაჯულთა არჩევის წესი და რა ფუნქცია მოვალეობები ეკისრებათ მათ. ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე 18 წელს გადაცილებული, რეგისტრირებული ერთიან სამოქალაქო რეესტრის ბაზაში. ეს არის ზოგადი დათქმა, მან უნდა იცოდეს ქართული ენა, არ უნდა იყოს შეზღუდვები ფიზიკური, ფსიქიკური ისეთი სახით, რომ ხელი შეუშალოს მას პროცესში. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული დათქმები, იგივე პროფესიები, თანამდებობები, რომელიც გამორიცხავს პირის მსაჯულად ყოფნას. მაგალითად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი ვერ გახდება ნაფიცი მსაჯული. რასაკვირველია ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ასევე სასულიერო პირები, ასევე პროცესში ჩართული პირები, ადვოკატი, პროკურორი, გამომძიებელი, გასაგებია ხო, რატომ? მაგრამ აი ჩვენთან კანონმდებელმა სხვათა შორის არ გაითვალისწინა მოსამართლე, როგორც სუბიექტი, რომლის აცილებაც სასამართლო პროცესზე უნდა მოხდეს. სიახლე რო გითხრათ, ვერ გეტყვით ეს დეტალი, აი იმიტომ რომ თვითონ კანონშემუშავების პროცესში მე მაშინ არ მქონდა მონაწილეობა მიღებული, არ ვიცი აქედან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია, რომ მოსამართლე არ არის ასაცილებელ უფრო სწორად პირთა შორის მითითებული და ეს ალბათ მაინც გამოწვეულია და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოსამართლეც არის ნეიტრალური არბიტრი, იმას ესე ევალება პრინციპში კანონის მიერად, რომ გითხრათ, რომ გქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა მოსამართლე მსაჯულებთან ერთად განიხილავდა საქმეს, არა, იყო ორი შემთხვევა პრაქტიკული, ერთ შემთხვევაში დაცვის მხარემ ააცილა მოსამართლე, მეორე შემთხვევაში თვითაცილებით გათავისუფლდა ის მოვალეობის შესრულებისგან. მაგრამ საინტერესო დეტალია და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება პრაქტიკაში დაკვირვება ასეთი პროცესების. კი, ნამდვილად საინტერესოა, რაც ახსენეთ და განმარტეთ. თვითონ საზოგადოების დამოკიდებულება როგორ არის მიიღოს მონაწილეობა
განხილვაში და იყოს მსაჯული. ხშირად მაგალითად მეც მქონია პრაქტიკაში ნაცნობები მეგობრები მეუბნებიან ცოტა შიშნარევად, რომ აი იცით დამიბარეს და მომივიდა შეტყობინება, რომ უნდა ვიყო ნაფიცი მსაჯული და პირველი რაც არის, რასაც მეკითხებიან, არის რომ როგორ ავირიდო თავიდან და როგორ არ ვიყო და არ მივიღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ორ ნაწილად რომ გავყოთ ეს შეკითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამაღლდეს ცნობიერება საზოგადოებაში და მეორე ნაწილი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის სახელმწიფოს მხრიდან, რომ ადამიანებს აღარ უმჩნდებოდათ ეს სურვილი, რომ არ მიიღონ მონაწილეობა და პირიქით შეასრულონ მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. კი ბატონო, კარგი კითხვა, რასაკვირველია და კითხვა საფუძვლად უდევს, აი როგორც თქვენ ახსენეთ, თქვენი პირადი გამოცდილება, რომ გირეკავენ, გთხოვენ, როგორც წესი იურისტებთან აქვთ ხოლმე მიმართვა, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, როგორ ავირიდო თავი, მასწავლე თუ შეიძლება ხრიკები ეგრეთ წოდებული, ხო? ყველა იურისტს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ არ ვასწავლოთ ამ ხალხს პროცესუალური აცილების საფუძვლად. მე ჩემი პასუხი არ მithქვამს, რა, ჩემი პასუხი არის ესეთი, რომ პირიქით, ვეუბნები რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. აი აქ მივდიოდი ჩემი საუბრით და დამასწარით პრინციპში და ამიტომ მოდი გავყვებით თქვენ სამწინადადებას, ნამდვილად უნდა მოვუწოდოთ და აუხსნათ პირველ რიგში. მოწოდება შეიძლება ძალიან ოფიციალურად ჟღერს, ხო? აუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არის საჭირო, რომ ისინიც იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები. რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ მოქალაქეების დიდი უმრავლესობა იტყვის უარს ამ პროცესში მონაწილეობაზე, ეს ინსტიტუტი უბრალოდ განწირულია და ვერ იმუშავებს. ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენს იურისტებს, რომელთა შორის ძალიან ბევრი პროფესიონალი, ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა, ხო? ვეტყვით და გავავრცელებთ მათში, რომ აი ასე უნდა იმუშაონ მოქალაქეებთან, იმიტომ რომ ძირითადად მათ მიმართავენ მოქალაქეებს. თუმცა კანონში პირდაპირ არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეუძლია მოქალაქეს უარი თქვას ნაფიც საჯულობას. დიახ და ამას ასწავლენ, აი ამაშია საქმე ზუსტად, აი ამას ასწავლიან იურისტები ჩვენს მოქალაქეებს, როცა მათ კითხვით მიმართავენ და აი ამ საფუძვლების შესახებ ძალიან კარგად დააკვალიანებენ ხოლმე და მე ისე მოვა მსაჯული სასამართლო პროცესზე, საპროცესო კოდექსის მუხლით და ქვეპუნქტით შეიარაღებული, რომელიც ამბობს, რომ აი მე მეკუთვნის რომ გამიშვათ. ხო, აი ამაშია ზუსტად საქმე, რომ რასაკვირველია, კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელი რიგი საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში გათავისუფლებას მსაჯულის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ მართლა გარდაუვალი აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ ძალიან რთულია სასამართლო პროცესზე რეალურად ამ ადამიანებს ვთქვათ იქვე ადგილზე ისეთი შთამაგონებელი იყო, ხო? იმიტომ რომ თან ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ თავიანთი ახლობლების მეტად სჯერათ და იმათ ვისაც მიმართავენ პირველ ეტაპზე, აი მათი სიტყვები უფრო შეიძლება აღმოჩნდეს გავლენის მომხდენი, ამიტომ ვთხოვთ ზუსტად ამ იურისტებს, რომ იყვნენ ძალიან ყურადღებით ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ აი ჩვენ რაც შეგვეხება ადგილზე სასამართლო პროცესზე მოსამართლეც განმარტავს ამას და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თუ არ არის დასაბუთებული ისი ვთქვათ აცილება, თვითაცილება თუ არ არის დასაბუთებული, ვცდილობთ მაქსიმალურად რომ ავუხსნათ, დავტოვოთ შერჩევის ეტაპზე და მერე სხვადასხვა ყოფილა შემთხვევები და არც თუ ისე ცოტა და იშვიათი, როცა საჯული მოდის არის მომართული იქეთკენ რომ წავიდეს როგორღაც და პროცესი აიცილოს თავიდან და ბევრს უთქვამს პროცესის ბოლოს რომ აი რა კარგია რომ დავრჩი. დაინტერესა, კი. ნაფიც საჯულთა სასამართლოს განვითარება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მასში მონაწილეობა საჯულების მხრიდან ხელს უწყობს ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მოქალაქე უფრო პასუხისმგებელი ხდება ამ პროცესების დასრულების შემდეგ. ჩვენც მხარეებმა უნდა ვიშრომოთ და პროცესად ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ არ შევაშინოთ ეს ხალხი. აი, იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე რომ მხარე, რომელიც საუბრობს იურიდიული ტერმინოლოგიით, გაუგებარი და გაურკვეველი წინადადებებით არის ხოლმე როგორც წესი წინაღობა მსაჯულისთვის. იმიტომ რომ მას გონია რომ ის ვერ იგებს და სინამდვილეში ეს მისი პრობლემა და ამოცანა კი არ არის რომ გაიგოს. შენ როცა ხარ მონაწილე პირი, პროკურორი თუ ადვოკატი, შენ უნდა გააკეთო ყველაფერი იმისთვის რომ შენი გადმოცემა იყოს ძალიან მარტივი. განმარტება გაუკეთეთ მოქალაქეებს უკეთესად. კიდევ ერთი არგუმენტი რაც აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს, ვისაც არ უნდათ მონაწილეობა მიიღონ, ზუსტად ეს არის რომ მე რა ვიცი ეს კონკრეტული მე არა ვარ იურისტი, მე არ მისწავლია ეს ყველაფერი, ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, საერთოდ სხვა პროფესიის და მე რატომ აკისრებს კანონმდებლობა ამის პასუხისმგებლობას. აი
ამ არგუმენტით არიან ხოლმე შეიარაღებული. კი ბატონო, ხშირად სასამართლო პროცესზე მეც გამიგია და ალბათ ყველა ჩვენ. გაბატონო, ნინო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხს უნდა შევეხოთ, როდესაც რეზონანსულ საქმეებს ეხება ნაფიცარჯოთა სასამართლო, აი ამ შემთხვევაში რა როლი აქვს მედიას და რამდენად ხდება მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გავლენის საფუძველი მსაჯულებს? კი, ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი თვითონ პროცესში ძალიან სახიფათო არის ზოგადად შემთხვევები, როდესაც შეიძლება იურისტებმა პირველ რიგში ხო მხარეებმა დავაზიანოთ საქმის შედეგი. ჩვენი მოუთმენლობით ჩვენი სულსწრაფობით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა შორის უფრო ნაკლებად. ვფიქრობ, რომ ჩვენც ალბათ პროფესიულად გავიზარდეთ, ხო, პროკურორები, ადვოკატები. ბოლო პერიოდში ისე ხშირად აღარ ხდება, თუმცა რასაკვირველია, აქვს ხოლმე მაინც ადგილი მსგავს ფაქტებს. აი, იყო უფრო მეტად ეს პრობლემა, თქვათ, გასულ წლებში, როცა წინ სწრება და ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, რასაკვირველია, წინ სწრება, როცა მსაჯულებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქმეზე. აი მოდის მოქალაქე სასამართლოში და ამას რომ მას უკვე შექმნილი აქვს წარმოდგენა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. ეხლა დღევანდელ ეპოქაში, როცა სოციალური ქსელი ესეთი აქტიურია და ყველა ადამიანის ცხოვრებაში ასეთ როლს ასრულებს, ხო, აი ადამიანები პირდაპირ სოციალურ ქსელში ცხოვრობენ. ასეთ დროს ძალიან რთულია, რომ დაიცვა მთლიანად პროცესი, ისე რომ ინფორმაცია არ გაჟღერდეს დანაშაულის შესახებ, მით უმეტეს თუ ხდება ფაქტი, რომელიც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, ან პირიქით შეიძლება საზოგადოება განეწყოს უფრო დადებითად იგივე ბრალდებულის მიმართ, ხო, როცა სენსიტივები კონდეს ამ დანაშაულის მიმართ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ჩვენ როგორ მოქმედებთ, მაგრამ ეს პროცესი მაინც არ არის ბოლომდე დაცული ინფორმაციის გამჟღავნებისგან წინასწარ. ამიტომ რას ვაკეთებთ? სასამართლო პროცესზე მოსულ მსაჯულებს მაქსიმალურად კარგად უნდა აუხსნას მოსამართლემ, ეს პირველ რიგში მისი პრეროგატივაა, რატომ უნდა გადადონ გვერდზე ის ინფორმაცია, რომელიც მათ უკვე აქვთ საქმის შესახებ. რატომ უნდა დაიწყონ სულ თავიდან აი ახალი გონებით, ახალი მიდგომით, რატომ უნდა განიხილონ ყველა მტკიცებულება და შემდეგ რატო არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მტკიცებულების განხილვის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება და არა წინასწარი წარმოდგენებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, აი მეც პროკურორი ვარ, ხშირად რაღაც გამიგია სასამართლო პროცესის შესახებ, ან საქმის შესახებ და მე როცა ის თავად საქმე მინახავს, საქმეში აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ამიტომ ეს ძალიან ისეთი არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა, იმიტომ რომ ერთია პრესაში გაჟღერებული ინფორმაცია და მეორეა რომ ამ ინფორმაციის სარწმუნოობა არავინ არ იცის. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმპციაც არ არის დაცული, რაც ძალსაღაც გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის საზოგადოებაში. ასეთი შემთხვევებით შეიძლება იყოს კი ბატონო. ნაფიც მსაჯულების კანდიდატების დაცვის გარანტიები რა გვაქვს კანონმდებლობით? მით უმეტეს, როდესაც რეზონანსული საქმეებია და ასე ვთქვათ, ხდება მოძიება ამ ადამიანების, ხო, პატარა ქვეყანაა და შესაბამისად ესეც პრობლემატური საკითხია, მე ესე ვფიქრობ. კი, როგორც ყველა პროცესის მონაწილეს, მსაჯულსაც იცავს გარკვეული ტიპის ღონისძიებებით პროცესის წარმოებელი პირი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რომელი ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული. ეს ფიზიკური დაცვაც მათ შორის, ხო, მსაჯულის. თუ ის თulis თავს საფრთხეში, რასაკვირველია, მან შესაბამისი მიმართვა უნდა გააკეთოს, ან მით უმეტეს თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა რომელიმე პირის მხრიდან კომუნიკაციას მასთან და ვთქვათ, იყო მცდელობა იმისა, რომ გავლენა მოეხდინათ მსაჯულზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს მთავარია პირველ რიგში თვითონ იყოს ძალიან გახსნილი და ეს ინფორმაცია მან სრულყოფილად მიაწოდოს შესაბამის პირს და ეს პირი რასაკვირველია სასამართლო პროცესზე არის მოსამართლე. ამის შემდეგ ის ღონისძიებები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, მათ შორის მთელი რიგი ეს ფარულობის გარანტიის ღონისძიებები შეიძლება იყოს გამოყენებული მსაჯულების მიმართ. საქართველოში უბრალოდ შემთხვევა, როდესაც მსაჯული, ვთქვათ, იყო ასეთი ტიპის მომეტებული საფრთხის ქვეშ, არ არის ჯერჯერობით დაფიქსირებული. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ დონეზე ეს ჩვენთვის არ არის ნაცნობი. ამიტომ ყველა მოქალაქეს ვეტყოდით და სასამართლო პროცესზეც ამას ვაკეთებთ, მოუწოდებთ, რომ იყვნენ მაქსიმალურად გახსნილი და ეს შიშები საერთოდ მოქალაქეები, როცა პროცესში პირველად ერთვებიან, გასაგებია, რომ მათ უფრო მეტად აქვთ.
ეხლა როცა პროკურორი ხარ, ამდენ საქმეში იღებ მონაწილეობას, განსაკუთრებით შენი სამუშაო ადგილია და კი, შენ ამ სიტუაციაში თავს ვერ გძნობ უჩვეულოდ, მაგრამ ამ ხალხისთვის ეს უჩვეულო პროცესია და ამიტომ ხშირად არის ხოლმე უფრო მეტად მე ვიტყოდი მოლოდინი მათი მხრიდან, რომელიც რეალობას ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება. ამიტომ კარგია თუ პროცესზე მონაწილეებიც თავის საქმეს გააკეთებენ კარგად და ისინიც აუხსნიან მათ შორის მსაჯულებს და მოსამართლეც რასაკვირველია თავის მხრივ, რომ მათი უსაფრთხოების დაცვა პირველ რიგში არის მათ გახსნილობაზე და გულწრფელობაზე დამოკიდებული. თუ ისინი იქნებიან ინფორმაციის მიმტანი სასამართლოში, ხო, მოსამართლესთან, მათი დაცვა რასაკვირველია იქნება გარანტირებული როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონის პრაქტიკაში გამოყენების დონეზე. ჩვენ როგორც ვიცით, ნაფიცაჯულთა სასამართლოს გამოტანილი ვერდიქტი თუ გამომართლებელი განაჩენია, მაგ შემთხვევაში ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა ის შემთხვევაში თუ გამომტყუნებელი ვერდიქტია, მოსამართლეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეცვალოს მსაჯულების გადაწყვეტილება. თუ ყოფილა საქართველოში მსგავსი პრეცედენტი დაფიქსირებული? არა, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, ნამდვილად არათუ არ მახსენდება, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროცესებზე გვაქვს ინფორმაცია. შესაძლებელია გენერალური პროკურატურის ის დანაყოფი, რომელსაც ხელმძღვანელობ უშუალოდ არ არის ჩართული საქმის განხილვის პროცესში, მაგრამ ინფორმაცია ჩვენ საქმის მიმდინარეობის შესახებ ყოველ შემთხვევაში გვაქვს. ამიტომ შეიძლება პირდაპირ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, რომ არა. დიახ, გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. ესეც დაზარალებულებში იწვევს ხოლმე გარკვეული ტიპის პროტესტს და მათ მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში კანონი თანაბარ საშუალებებს არ აძლევს მხარეებს და აი მათაც ხშირად დასაწყისიდან პროცესის ვუხსნით საერთოდ რა არის არსი ამ პროცესის და რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, როცა უკვე მსაჯულები ჩამოყალიბდებიან და ვერდიქტი გამოცხადებული იქნება სასამართლო დარბაზში. ამიტომ აქაც მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს პროკურორი, როცა კომუნიცირებს დაზარალებულთან. სწორი, სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, მათ შორის იმ მისთვის ყოველ შემთხვევაში მისი გადმოსახედით, ხო, ნეგატიური შესაძლო შედეგების შესახებ, რომელიც პროცესს შეიძლება მოყვეს. ძალიან ბუნებრივია, ძალიან ლოგიკურია, ნებისმიერი მარცხაჯულების განხორციელების პროცესი შეიძლება დასრულდეს როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი განაჩენით და ეს მხარეების უნარჩვევებზეც არის დამოკიდებული. საქმის, ვთქვათ, მასალა ინფორმაციაზე დამოკიდებული და იქ ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს ასევე. საზოგადოებას რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც მაგალითად ნაფიცო მსაჯულო მიიღო მონაწილეობა საქმეში, კიდევ თუ შეიძლება რომ ის დაიბარო მსაჯულად. კი, ერთი წლის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას, მაგრამ თუ სურს და სხვა შორის ყოლია ესეთი მოქალაქეები, რომელსაც უთქვამთ, რომ მინდა რომ პროცესში მოიწონოთ. ხო, საინტერესოა. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ მოქალაქეებს ამიტომ ურჩევთ, რომ აუცილებლად გამოსცადონ ეს რა არის და მე ჩამოიყალიბონ აზრი ინსტიტუტზე, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ხშირად უთქვამთ მოქალაქეებს მოსულ სასამართლო პროცესზე, რომ ჩვენ მაგალითად სულ სხვა წარმოდგენა გვქონდა პროკურატურის და პროკურორების შესახებ. და აი აქ აბსოლუტურად გაცხადა რეალობა, რომ ძალიან ადამიანურია პროცესი, მათაც აქვთ ემოცია, მათაც აქვთ ჰუმანური დამოკიდებულება, ხო რასაკვირველია, უნდა კონდეს კიდეც. და აი თითოეული ეტაპის მიმდინარეობის დროს, აი ამას ჩვენ ჩვენს ესე ვთქვათ პიროვნულ ნიშანს და პიროვნულ მახასიათებს არ გამოვრიცხავთ რასაკვირველი პროცესისგან, თუმცა ამავდროულად ვამბობთ, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ ობიექტურობა გვევალება. განსაკუთრებით დაცვის მხარისგან, რომელსაც კონკრეტული პირის, ინდივიდის უფლებების დაცვა ევალება და რასაკვირველია ის თავის ფუნქციების შესრულების პროცესში არ არის შეზღუდული საკანონმდებლო ჭრილით, რომ უნდა იყოს აუცილებლად ობიექტური. ეს უფლებამოსილება კი არა და ვალდებულება გვაქვს ჩვენ ცალსახად. ხალბატონო ნინო, თუ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადები, რა პერიოდის განმავლობაში ტარდება ნაფიცაჯულთა სასამართლოს ხდომები? სხვათა შორის ძალიან ორგანიზებული პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ კანონში საერთო ვადა როგორც სხვა პროცესებისთვის არის გაწერილი, ვთქვათ, ისე ამ შემთხვევისთვის, მაგრამ აი ძალიან ორგანიზებული პროცესი. აი უწყვეტი მართლმსაჯულება, რომლის დანერგვაც მაგალითად ძალიან ბევრი წელია, გვინდა ამ პროცესში ჩართულ პირებს, ხო? აი პროკურორები, ადვოკატები, სასამართლოს წარმომადგენლობა, აი ხშირად საუბრობთ ხოლმე ქონია შეხვედრები, ოფიციალური განხილვები ამ საკითხზე. აი უწყვეტი მართლმსაჯულება, დავიწყე პროცესი მე მოსამართლემ და განხილვა მიმდინარეობს დროში უწყვეტად და სრულდება შედეგით, ხო? ეს იმ
იმდენად საინტერესო პროცესია ეს ერთი და თანაც ძალიან მოსახერხებელია ყველასთვის. წარმოიდგინეთ, ყოველდღე პროცესი მიმდინარეობს და 3 კვირის განმავლობაში ეს ხალხი ისმეს ამ საქმის შესახებ ინფორმაციას. იმიტომ რომ ხშირად როდესაც პროცესების გადადება ხდება, ვთქვათ, კვირეებით ან თუ გნებავთ თვეებით, ხო? აი მე ძალიან რთულია იგივე პროცესს დაუბრუნდე და ყველაფერი ძალიან დეტალურად გახსოვდეს და ეს იმდენად შემჭიდროებულ ვადებში მიმდინარეობს პროცესი პრაქტიკაში ხშირად არის 3 კვირაში მაგალითად შედეგი რო დგება ან მაქსიმუმ 1 თვეში. თუ ყოფილა შემთხვევა საქართველოში, როდესაც მსაჯულებს გადაწყვეტილება ვერ მიუღიათ. კი, ესეთი შემთხვევა იყო, ეს საქმე შემდეგ განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ალბათ ამ საქმის შესახებ გვაქვს ყველას ინფორმაცია. ერთი ესეთი შემთხვევა საქართველოში იყო. მეორედ განიხილეს, ან თავიდან იწყება ასეთ შემთხვევაში პროცესი, როცა ერთხელ მსაჯულთა სასამართლო ვერ მივა გადაწყვეტილებამდე, სულ თავიდან ვიწყებ ნაფისი მსაჯულების შერჩევას, რასაკვირველია და მერე უკვე პროცესი. ყველაფერი თავიდან იწყება. კი, ყველაფერს ვიწყებთ სულ თავიდან და ასეთი შემთხვევა იყო, განიხილეს მეორე შემთხვევაში მსაჯულთა შემადგენლობა უკვე აღმოჩნდა უნარიანი გადაწყვეტილება მიიღო ამ საქმეზე. ძალიან კარგი. რას ურჩევთ იმ სტუდენტებს, ახალგაზრდა თაობას, რომლებიც აპირებენ რომ გახდნენ პროკურორები და შემოვიდნენ ამ ინსტიტუციაში? რამდენად რთულია, რამდენად დიდი გამოწვევაა? იცით რა არის? მე ყველას ვინც ვთქვათ ჩვენთან აი სტუდენტებს განსაკუთრებით გულისხმობ ხო? მოდის და ესეთი ძალიან ხშირად გვაქვს პროექტი, რომელშიც ვართ ჩვენ თავად ჩართულები პროკურორები, მათთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია. აი ძალიან ხშირად ვეუბნებთ ხოლმე რომ დაიწყე. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა ის სწორედ დამწყებებისთვის, რასაც ქვია სტაჟირება პროკურატურაში. ეს არის მართლა ფართოდ ხელმისაწვდომი, გჭირდება მხოლოდ ცოდნა, უნარები იმისათვის, რომ გახდე პროკურატურის სისტემის წევრი. გამოცდების ჩაბარების შემდეგ ხდება სტაჟირება. კი, გამოცდების ჩაბარება, შემდეგ გასაუბრება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც მართლა აქვს მონდომება და მართლა აქვს სურვილი, ხო? და ვამბობ რომ უნდა დაიწყო და უნდა სცადო, იმიტომ რომ დარწმუნებული სიმართლე რომ გითხრათ იმაში სწორად ირჩევ თუ არა სფეროს, შეიძლება ყველა შემთხვევაში ვერ იყო და გქონდეს გარკვეული ტიპის ეჭვები, ხო? გინდოდეს მაგალითად ერთი მიმართულებით წასვლა, მაგრამ ამ დროს გიზიდავდეს მეორე მიმართულებაც. ამიტომ ყოველთვის ვამბობ რომ 1 წლიანი სტაჟირება იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დატესტო საკუთარი თავი, საკუთარი უნარები და შეხედო საკუთარ თავს ამ ამპლუაში. იმიტომ რომ აი თავსებადობას შენს თვისებებთან და ხასიათთან მე უკეთესად ხედავ და პროცესში თვითონ პრაქტიკის მიმდინარეობის დროს ბევრად უკეთესად შეგიძლია შენი თავი შეაფასო და შენი საკუთარი გადაწყვეტილება მოიწონო ამ პირიქით. უარყო და თქვა რომ ეს გზა შენი არ არის. ჩვენთან ადვოკატ ასოციაციაშიც დაინერგა ადაპტაციის პროგრამა, სტაჟირების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადაპტაციის პროგრამის გავლის პერიოდში მიხვდნენ ადამიანები, რომ მათთვის შესაძლებელი პროფესია არ არის და დაანებეს თავი და ზოგადად როდესაც სტაჟირებას ეხება საქმე, მით უმეტეს ისაც საპასუხისმგებლო პროფესიაში, როგორც ჩვენ გვაქვს ადვოკატებს, იურისტებს და ზოგადად იურისპრუდენციაში, ძალიან მნიშვნელოვანია მოსამზადებელი ეტაპის გავლა და ვფიქრობ ეს სტაჟირების პროგრამა ხელს უწყობს პროფესიონალების ჩამოყალიბებას. ჩვენ კადრებს ვცვლით ხოლმე პრინციპში, ბევრი ადამიანი შეიძლება პროკურატურიდან მიდის და ადვოკატის და პირიქით. დიახ. მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგი ადამიანი პოულობს იქ თავს და ზოგი პირიქით. მალევე მიხვდება რომ არ არის ეს მისი გასავლელი გზა. ეგ აჩვენა ადვოკატთა ადაპტაციის პროგრამამ ძალიან ნათლად. და სხვათა შორის იყო ის გამორჩეული და განსაკუთრებული შემთხვევებიც, როცა კონკრეტულმა პირებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, როგორც ერთ, ისე მეორე ამპლუაში და იყვნენ როგორც წარმატებული პროკურორები, ასევე არიან წარმატებული ადვოკატები. ალბათ ეს უფრო დამოკიდებულია საქმის სიყვარულზე, სუბიექტური შეიძლება იყოს ეს აღქმა. კი ბატონო, პროფესიული უნარჩვევები საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ორივე მიმართულებით აი ძალიან ხშირად ამობენ ხოლმე და ამაზე მთელი რიგი პოლემიკა იმართება, რომ არა პროკურორის როლი სასამართლო პროცესში ძალიან ხშირად ყოფილა მსაჯულებთან, როცა განვიხილავთ საქმეს, აი ხშირად თავს ვაწონებთ ხოლმე მხარეები, რომ იცი რა, მე პროკურორი რომ ვარ, ობიექტურობა მევალება, მე უფრო მართალი ვარ. და მე მეორე მხარე მე დაცვის მხარე დგება და ამბობს, რომ მე თავად ვირჩევ მაგალითად საქმეს და აქედან გამომდინარე, მე უფრო თავისუფალი ვარ. თითქოს თავს ვაწონებთ ერთ და მეორე როლში მსაჯულებს, მაგრამ
სინამდვილეში ორივე პროფესიას აქვს თავისი ძალიან ბევრი სიკეთე, რასაკვირველია და ეს აბსოლუტურად შენზეა დამოკიდებული პიროვნულად, რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულებ როგორც ერთ, ისე მეორე ფუნქციას. კეთილსინდისიერება მოეთხოვება როგორც ადვოკატს, ასევე პროკურორს. შესაბამისად, რასაკვირველია, შენს პროფესიაში თუ ხარ შემდგარი პირი, შეგიძლია ძალიან ღირსეულად წარმოაჩინოს შენი პროფესია, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ინდივიდები ვქნით წარმოდგენას ჩვენი პროფესიის და ჩვენი საქმიანობის ირგვლივ. სხვა ამას ჩვენს მაგივრად ნამდვილად ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა სარეკლამო რგოლი ბევრი გადავიღოთ და ბევრი ვილაპარაკოთ თუ ვაქოთ ერთმანეთი, ან საკუთარი თავი, ხო? ჩვენი საქმე პირველ რიგში ილაპარაკებს ალბათ ჩვენს მაგივრად. მე რეკომენდაციას ვიტყვი, ყველაზე კარგად გაიგო რა არის ნაფიცი მსაჯულობა, უნდა უყურო ფილმს 12 განრისხებული მამაკაცი, კლასიკად ქცეული ფილმი. შესაბამისად ადვოკატებს განსაკუთრებით მოგწონთ და ჩემთვის გასაგებია, რატომ მოგწონთ. მაგრამ აი მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე მსაჯულებს, რომ ერთია ფილმიდან და წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილება, მაგრამ სულ ვამბობ, რომ პრაქტიკა და რეალობა სულ სხვა. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ნაფიცსაჯულთა სასამართლო და დარწმუნებულად უფრო და უფრო მეტი პროცესები გაიმართება მსგავსი ფორმატის, იმიტომ რომ მასაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას და თუნდაც სანდოობას შეუწყობს ხელს. სხვათა შორის გაიზარდა რაოდენობა ბოლო პერიოდში. იმიტომ რომ ცნობიერება გაიზარდა. მე ესე ვფიქრობ, რაც დრო გადის, უფრო მეტად ცნობიერება იზრდება. კი ბატონო, თან იურისტებმაც უფრო ვისწავლეთ პროცესი ასე თუ ის. მენტალიტეტის პრობლემებიც იყო საზოგადოებაში, იყო შემთხვევები და პერიოდი, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა განცდა და სურვილი არ ჰქონდა იმის, რომ ვიღაცისთვის გამომტყუნებელი განაჩინე გამოიტანა. არა, ნელ-ნელა არა, სხვათა შორის კარგად შეიცვალა, იმიტომ რომ აი მანდაც ვამბობ, რომ ბევრი არის და ეს ისეთი პროცესია, როცა ადვოკატის და პროკურორის ფუნქციის შესრულებაზე ბევრია დამოკიდებული. აი შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელიც ერთმა თუ მეორე მხარემ ორივემ თავისებურად გამოიყენოს, ხო, ერთი და იგივე ხო ყოფილა ძალიან ხშირად შემთხვევა თქვენს ხო პრაქტიკა გაქვთ ამ მიმართულებით და იცით ძალიან კარგად, რომ ერთი და იგივე ინფორმაციას ორივე მხარე იყენებს, ხო, სათავისოდ. არის ესეთი შემთხვევებიც. ნუ თუ ცალსახა არ არის, ვთქვათ, ის ინფორმაცია ვისკენ და ვისი პოზიციისკენ უფრო მიემართება. აი ძალიან ხშირად სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ მსაჯულების გადაწყვეტილება დამოკიდებული არის, როგორ წარმოაჩენს თავის პოზიციას, როგორც პროკურორი, ასევე ადვოკატი. და აი ამ დროს სხვათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას მსაჯულები მაინც აქცევენ იმას, რამდენად თანმიმდევრულია პირი, რომელიც ამ ინფორმაციას გადასცემს მათ, რამდენად სარწმუნოა მისი საუბარი, იმიტომ რომ თუ მსაჯულმა ნახა, რომ პროცესის მონაწილე რამდენჯერმე, ვთქვათ, არასწორ ინფორმაციას მათ აწუდის, შემდეგში უკვე მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რასაკვირველია მაღალი სანდოობით არ სარგებლობს. კი ბატონო. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კვალიფიციური რომ იყო პროცესზე და იცოდეს მსაჯულმა, რომ არა მხოლოდ მონდომებული ხარ და გინდა რომ სწორად გადმოსცე შენი სათქმელი, არამედ შენ იცი. რეალურად გამოცდილებაც გაქვს ამისოთ და ნამდვილად ხარ პროფესიონალი. ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მსაჯულები. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სტუმრობისათვის, ასეთ აქტუალურ თემაზე საუბრისათვის, საინტერესო პასუხისათვის. რა გითხრათ, გისურვებთ წარმატებებს, ვისურვებდი რომ ნაფიცსაჯულთა ინსტიტუტი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს საქართველოში, იმიტომ რომ მეც გეთანხმებით და ხედავ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვს ძალიან დიდი მომავალი ამ ინსტიტუტს და ვისურვებდი რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი მართლმსაჯულება მივიღო. მეც უერთდები, მადლობას გავუტანო ნინო, ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და საზოგადოება რომელიც მოისმენს ჩვენ ეპიზოდს ძალიან ბევრ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას გაიგებს. იმედი მაქვს და მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. მადლობა და წარმატებები თქვენ ამ საქმეში მათ შორის.